ბაღდადში რუსთაველის ქუჩაზე ნომერ 16 კორპუსთან მიწის მასა ჩამოიშალა. ტერიტორიიდან 19 ოჯახი გაიყვანეს. ისინი დროებით ალტერნატიულ უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში არიან გადაყვანილები. ბაღდადის მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რკინა ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღურეების მოწყობის პროცესში შენობასთან ეზოში მიწა ჩამოიშალა. ბაღდადის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბინის მდგომარეობის შემოწმების მიზნით გეოლოგიური კვლევა განხორციელდა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება. ჩამოშალა ნაყოფი მიწა, გახდა საშიში აქ ცხოვრება და გადაყვანეს ბინაში, სადაც მოსულა ყოფილი ვიქნებით ალბათ. რამდენი ხანს ითვალისწინებს? ორი სამუშაო თვე ალბათ. არ იყო იმ ეტაპზე საშიშროება, რომ გადავეყვანეთ. უკვე შემდეგ გახდა საშიში, როცა უკვე ნაყოფი მიწა ჩამოიშალა. კორპუსსა მიწა. მიწის ნაწილი, დიახ. მიწის ნაწილი, დიახ. და მოსახლეობა გადაიყვანეს, როგორც ვიცით? მოსახლეობა გადაიყვანეს საფრთხო ადგილას. დიახ. თქვენს შემოგთავაზეს ეს პირობები, თქვენს გადადიხართ როგორც ვიცით, ხო? გადავედით. და ეხლა ნივთების შესახებად. დიახ. დიახ, რამდენი ხანი გითხრათ? რამდენი ხანი უნდა გადახვიდეთ? ორი თვე. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია. რეზოლუციას აფასებენ ქუთაისში და აცხადებენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული დოკუმენტია, რაც კი ევროპარლამენტს საქართველოს შესახებ მიუღია. ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მკაცრი რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროკავშირის ასამბლეამ. უნდა ითქვას, რომ ძალიან პირდაპირი იყო, ძალიან ზუსტი იყო და შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად სწორხაზოვანი მესიჯები გაუგზავნა ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ჩვენი ქვეყანა არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ისეთი გზით სიარული, რა გზითაც დღეს ქართული ოცნება მოძრაობს, ნამდვილად არ მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე, უფრო მეტიც შეიძლება ყველაფერი ის დავკარგოთ, რაც ამ კანდიდატის სტატუსამდე მოვიპოვეთ და თავად ეს კანდიდატის სტატუსიც შეიძლება ძალიან გრძელვადიანად მხოლოდ სახელად შეგვჭეს. ამიტომ მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა მე არ ველოდები, რომ ქართული ოცნება ამას მიიღებს, გაიგებს და შემდეგ მოახდენს რაიმე რეაგირებას. ვფიქრობ, რომ რეზოლუცია ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ მასზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა იმუშავეს და ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ინტეგრაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო იმიჯზე და ქვეყნის რეპუტაციაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ესეთი ორგანოები და ინსტიტუციები არის ძალიან სერიოზული გავლენის მატარებლები. გამომდინარე იქიდან, რომ მათი რეზოლუციები თუ პოზიციები, შეფასებები ხშირად ბევრ გადაწყვეტილებაში არის გათვალისწინებული და ბევრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აი ამ რეზოლუციებს, ასეთი ტიპის დოკუმენტებს და პოზიციებს ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, არამედ ინვესტიციების გაკეთების, ეკონომიკური წინსულის შექმნისა და შესაძლებლობების შექმნის ნაწილში და მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ გარემოზე, თუ ვინმე ინტერესდება და რა თქმა უნდა სერიოზული ინვესტიციის განხორციელებამდე ყველა ბიზნესი, ყველა ტიპის კომპანია სწავლობს ქვეყნის გარემოს, სწავლობს ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებას, ესეთ დოკუმენტებს ყურადღებას აქცევენ და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ სამწუხაროდ იქნება გათვალისწინებული საქართველოს შესწავლის პროცესში, მაშინ როდესაც აი საინვესტიციო გარემოს შეაფასებენ ექსპერტები და დაეყრდნობიან სწორედ აი ამ დოკუმენტს. 490-მა კაცმა მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, რომელმაც წყალს გაგვატანა. და იმედი ეუბნება, რომ არა კაცო, ესო წინამდებები იყვნენ და ფაქტიურად ისე გააშუქეს, რომ ეხლა ვინც იმედს უყურებს, იმისთვის ეს რეზოლუცია არაფერს არ წარმოადგენს. რატო? ეხლა მამამ თქვა და ეხლა მამამ რო თქვა, ესე იგი არ ვარგა ეს რეზოლუცია. ყველაფერი საქართველოს წინამდებია, ამიტომ საქართველოს კი არა. როგორმე იქნებ მოშორდნენ ამ ხალხს და დააყენონ საშველი ქვეყანას, რომელიც ამათ სულ ფეხებზე კიდიათ. ამათ აინტერესებთ ის, რაც მოხდა ეგ საგარეჯოში. ტყვია იხალა კაცმა შუბლში.
თუ მკერდში არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ეს ფაქტია, ამას ახლა ვერავინ ვერ გაექცევა და ეს მეორე მამაო იძახეს, რომ მაგიო სულ ტელევიზიების ბრალია, სად აბსურდების თეატრში ვართ რა. ესე წვიმა ზემოდან კი არ მოდის საქართველოში, ქვემოდან ადის ზემოთ და რიონი რაჭაში მიდის კაცო. შავი ზღვიდან. აი ამას მიაჩვიეს ჩემი საცოდავი გაუბედურებული ხალხი და ჩემი ხალხიც კმაყოფილია. მე ვიცი ეს კმაყოფილება საიდან მოდის. აი იმ ნაწილებიდან, რომელიც ჯერ კიდე შემორჩენილია საბჭოთა კავშირი, კარგი იყო თურმე. შესანიშნავი იყო, კაცო. ნაყინი ღირდა თურმე 20 კაპიკი და ამიტომ ყოფილა საბჭოთა კავშირი კარგი. და აგიჟებენ ამ ბავშვებს და ნუ ეხლა ბავშვმა რა იცის რა იყო საბჭოთა კავშირი. ჩემთან ურთიერთობა არ უნდათ, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან კარგად რა სიმახინჯე იყო ეს. და დღე არ გავა რომ წარეთ არ ვნანობდე რომ მაშინ გავჩდი ამ ქვეყანაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო. მაგრამ ბედნიერი ვარ იმას მოვესწარი რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის და ჩემი შვილიშვილები ცოტა უფრო თავისუფლად იცხოვრებენ. და თავის ცხოვრებას თავისი ჭკუით ააგებენ, ააშენებენ. მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიჯაჭვულია ერთ იდიოტების ტელევიზიას, იმათ გაუჭირდება ძალიან გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, ძალიან გაუჭირდებათ. მე ვიცი იდეოლოგია რა არის. ის, რასაც ესენი აკეთებენ, იმათთან შედარებით ესენი არიან ბაჭიები. აი იდეოლოგია მე მკითხეთ, ზუსტად იქ მუშაობდი. და ყველა ნიუანსი აბსოლუტურად ყველა ნიუანსი ვიცი ზეპირად საიდან რა სიო უბერავს ან როგორ უნდა დაუბერო რა სიო რომ ადამიანის ტვინი გამორეცხო აი ზუსტად ტვინის გამორეცხვის თანამედროვე ბარბაროსული ტექნოლოგიები შემოიტანეს ამათმა ქართული ოცნება დოკუმენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციის დანიშნულება საქართველოში რადიკალებისთვის სასიცოცხლო ენერგიის მიცემაა. ეს არის ევროპარლამენტის მოურიგით ორსები მე-7 აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია, რაც ახდენის არა მხოლოდ მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ, ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი თლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ხო, ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული წინა ხელისუფლებამ. ამ ყველაფერზე ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული სააკაშვილის რეჟიმს, ნაცმოძრაობის რეჟიმს, სწორედ იგივე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს საუბრობენ სამარცხვინო ენით და იღებენ სამარცხვინო რეზოლუციას. ცალკე სასაცილო მომენტი არის, რომ მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს მანვე თავად შეიტანა შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდეს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ნუ აი ასეთ ხალხი გაღმერთებული ყავს აი ამ აკაცუკა ოპოზიციას, რომელიც მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს რაღაცა რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანი. და მეორე საკითხი კიდე როცა საუბრობენ, მათ შორის ამ რეზოლუციაში ნახეთ ჩანაწერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც 7 წლის წინ იქნა არჩეული, 7 წლის წინ. ნუ ევროპარლამენტი ხო უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ეხლა ბრეჟნევიზაციის პროცესიც თუ უნდა დაიწყონ, ბრეჟნევიზაციის პროცესი 7 წლის წინ არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა გაუვიდა უკვე კარგახანია და იმაზე ამბობენ, რომ უნდა იყოს აღიარონ ლეგიტიმური. ისინი ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, ისინი ითხოვენ მათ შორის წინა რეზოლუციებშიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთთვის, ანუ ითხოვენ, რომ ჩვენ ესკალაციაში შევიდეთ რუსეთთან, ჩვენ გამოუშვათ დიქტატორი და წამების სისტემის შექმნელი, ანუ ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა. ამიტომ ბატონმა ჰერჩესკომ უპასუხოს, ევროპა არის დიქტატურა, წამება, ესკალაცია, გაწირვა ქვეყნის კონფლიქტებისთვის და ასე ეს არის ევროპა, მისი აზრით.
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ამასთან ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში დაკორექტირდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ: მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში. დოკუმენტში მოხდა მედია საშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და დევნა. ევროპარლამენტი რეზოლუციით ნეტგაზეთისა და ბათუმელების თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს და მოუწოდებს ევროკავშირს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლებით გაყინოს მისი ფინანსური აქტივები. დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტი სწუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეკომენდაციების შესრულებაში და რომ ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხმობის დონე კვლავ შესამჩნევად დაბალია და 49%-ში ადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში იმყოფებიან. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვება არჩევნებზე არ იგეგმება, ასევე ცვლილებებია კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეზღუდებათ მოქმედების არეალი. ქუთაისში წინა საარჩევნო პერიოდს აფასებენ და აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში, როდესაც ყველა დეტალი კითხვის ნიშანს აჩენს, სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელი. ამასთან აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებაში წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია. ვფიქრობ, დღეს რაიმე პროგნოზების გაკეთება არის ძალიან რთული, უფრო მეტად არ არის სასარგებლო. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღევანდელ ვითარებას თუ ავიღებთ, რომ ასეთი დარჩება, იქნება სრული ბუტაფორია. ეს სრული ბუტაფორია იქნება მათ შორის თავად იმ პარტიებისთვის ოპოზიციის მხრიდან, ვინც გადაწყვეტს საბოლოო ჯამში და მიიღებს კიდეც მონაწილეობას, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ვერ დაიცავს ვერანაირ ოპოზიციურ ხმას, არც დამკვირვებლები იქნებიან, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე არის ვითარება და ისე არის გაუარესებული თვითონ საარჩევნო კანონმდებლობა, რომ ნებისმიერ ციფრს დაიწერს ქართული ოცნება ნებისმიერ დროს და მომენტში. მაგრამ არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი პრაქტიკულად არის ძალიან მძიმე, ძალიან არათანასწორი, მიმდინარეობს რეპრესიების, ზეწოლის, დაპატიმრების, დაშინების ქვეშ და აი ასეთი ასე რომ ვთქვათ, არჩევნები, რომც ბოლო დღეს გამოსწორდეს, ბოლო წინა დღეს არჩევნებამდე ყველაფერი უცებ გამოსწორდეს, მაინც ვერ იქნება სამართლიანი. როდესაც ჩვენ საუბრობთ არჩევნებზე, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, უნდა იყოს სამართლიანი, უნდა იყოს საერთაშორისო პრინციპებისა და მიდგომების შესაბამისად ჩატარებული. ყველა ამ ტიპის არჩევნებს, ყველა იმ არჩევანს, რომელშიც ამომრჩევლის ნება იქნება ფარული, მაგრამ გამოხატული, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და
ქვეყნის დემოკრატიული კულტურის შენარჩუნებაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებზე, აი ამ კრიტერიუმებს ძალიან დიდ ყურადღებას უნდა ვუთმობდეს. რაც შეეხება იმას, თუ უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ასე შემდეგ, ჩემი პოზიცია არის ის, რომ თუ ეს არჩევნები არ იქნება სიმულაცია, თუ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი თანასწორ პირობებში ჩატარებული, თუ ეს არჩევნები კითხვის ნიშნებს არ გააჩენს ამ მომრჩეველში, საზოგადოებაში, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ აი ამ კითხვის ნიშნების გარეშე ჩატარებულ არჩევნებში ალბათ ყველა ვისურვებდით, რომ მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა. ხოლო მაშინ, როდესაც ამის რისკები არსებობს, კითხვებზე პასუხები არ გაცემულა და ვისმენთ როგორც ბრალდებებს, ასევე არ ვისმენთ ამ ბრალდებების განმარტებებს, ან არ ვისმენთ ამ ბრალდებებზე პასუხებს, აი ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშნავს კვლავ აქტიურ სტოვებს და სამწუხაროდ ძალიან რთული პოლიტიკური ვითარება იქნება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე. მით უმეტეს აი იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რა ფაქტორებიც წინა წელს ჩატარებულ არჩევნებს ახლდა თავ და უწყვეტი პროტესტი, ამ პროტესტის უწყვეტობა მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ ეს მოთხოვნებიც უცვლელია. არსად არ წასულა, ხო? მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებასთან მიმართებით კვლავ ძალაშია. რომელ არჩევნებზე მელაპარაკებით? ერთმანეთს კრიმინალები როგორ უსწორდებიან და იმის შემდეგ მე არჩევნებზე წავალ და ხმას მიცემ ამათ აწყობილ იდიოტურ სისტემა. არავითარ შემთხვევაში. არც მე და არც ჩემიანი და არც ჩემი სამეგობრო არჩევნებზე არ წავალთ. ეს არის სიგიჟე, სისულელე. ეგეთი იდიოტობა მე წიგნშიც არ წამიკითხავს. ზღაპრათაც არ გამიგონია, რომ დღეს შევიდე სისტემაში და ხმა მივცე იმათ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ჩემ ქვეყანას ანადგურებს ბოლომდე. შანსს არ უტოვებს ხალხს, რომ ხვალინდელ დღეზე რაღაცა იფიქრონ და თავისი ბიზნესი ააწყონ. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარება არის მითი. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობა და ყველაფერი, რაც დაპირისპირებას ემსახურება, არის ბოლო ბერკეტი ქართული ოცნების ხელში. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, უნდა გაცოცხლდეს წინააღმდეგობის პლატფორმა და ჩამოყალიბდეს გარდამავალი მთავრობა. პირველ რიგში რომ პლატფორმა, წინააღმდეგობის პლატფორმა გაძლიერდეს, გაცოცხლდეს, მე ჯერ ვიტყოდი, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატები და ჯგუფები, რომელიც ვიცი, რომ სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები. ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი. ეს არის ნამდვილი ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, რაც უნდა ქონოდა ბევრად ადრე და რასაც ქვია გარდამავალი მთავრობა. იმიტომ რომ არავის არ უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი და მისი შეიძლება ნაკლები ჩართულობა ამიდანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს ესენი თუ არა, აბა ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა, როცა მოდის ცვლილება რეჟიმის. ამ კითხვაზე ჩვენ ვართ ვალდებული, რომ პასუხი გავცეთ. გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, რასაც ქვია პროგრამა და გვაქვს. ეს არის ქართული ქარტია, რომელსაც ჭირდება განახლება, იმიტომ მისი მიღების მერე რაღაცები შეიცვალა, თუმცა არა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა, მაგრამ დღევანდელი დღის გადამხედვარი უნდა ცოტა შევცვალოთ და გავააქტუალიზოთ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე გვაქვს პრაქტიკულად. ასევე უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რაც მოყვება ასევე ამ რეჟიმის ჩამოშლას. ეს არის ის, რაც გვევალება ჩვენ, ვინც ვთვლით, რომ გვაქვს რაღაც პასუხისგებლობა ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების მიმართ. ამ ყველაფერს მოყვება ნამდვილი გამარჯვება. თუ ჩვენ თავზე ავიღებთ, რომ არ გავაგრძელოთ ეს უაზრო
დაპირისპირებები, რომელიც ჩვენ გვასუსტებს და იმათ აძლიერებთ. ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და აცხადებს, რომ არჩევნები ისე ჩატარდება, როგორც ქართულ ხალხს და ქართულ ინტერესს შეესაბამება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ერჩივირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება ბუნებრივია დაცული. რაც შეეხება მათ გაერთიანება, არ გაერთიანებას, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა. გაერთიანდებიან, არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან, ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი. ჩვენ ამაზე მარჩიელობით ვერ ასე ვთქვათ, შევიწუხებთ თავს. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნებისმიერ სცენარში ქართული ოცნება მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს წარკვეთილებაში არის, როგორც ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, ასევე იგივე ეხება მათ პატრონებს. ხო და ამის გამოხატულება ეს უსუსური განცხადებები, რაც კეთდება იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, არ დაუშვებთ არჩევნებს, მათ ვინ იკითხება. ქართული ხალხის გადასაწყვეტია, როგორც ჩატარდება არჩევნები. ალბომის ზურაბეში უნდა ნურც გაფრინდება და ნურც მოფრინდება ხა. აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მე-7 წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და აი რომელიღაცა კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის სტანდარტი, ცალკე ეთქვა შეაკერინა და დადის ამ დროში და გაიძახის ვარ პრეზიდენტი. აი ხო სასაცილოა, სინამდვილეში ხო უნდა ამაზე ზებრად ვიცინოთ. ეს ყველაფერი როცა ჩაივლის, მე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხესიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. მინდა ყველას შიგნითაც და გარეთაც უთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ყველა ის, ვინც ცდილობს, რომ საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია. თუკი რადიკალური ოპოზიცია თავის სამომრჩეველს არ წარუდგენს თავის კანდიდატურას, უბრალოდ ყოველსა თავის სამომრჩეველს დააზიანებს. მაგრამ დემოკრატიისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. ეხლა ადამიანს თუ თავად არ მონაწილეობს, ძალით ვერავინ მონაწილეობს ვერ მიაღწევს. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს და ხვალ აბიტურიენტები ისტორიის არჩევით გამოცდას წერენ. ისტორიის საგანს 3 სესია დაეთმობა. მეგატივი ქუთაისის 23 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან იმყოფებოდა, სადაც გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა განაცხადეს, რომ ტესტი ძალიან მარტივი იყო. მათივე თქმით, საგამოცდო სივრცეც ძალიან კომფორტულად იყო მოწყობილი და ყველა პირობა იყო შექმნილი მშვიდ გარემოში მუშაობისათვის. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, არც ერთგული არ იყო. საშუალო დონის. სოფლიო ისტორიიდანაც ნორმანებთან დაკავშირებითაც იყო კითხვები დასმული, ძველი მსოფლიოდანაც იყო. აუდიტორიაში როგორი სიტუაცია იყო, რაიმე ხარვეზე გამოყოფილი? არა. ძალიან შვიდი გარემო იყო. ძალიან მარტივი იყო, აი უმარტივესი იყო მართლა და საერთოდ არაფერი არ იყო. ძალიან უძველიანესად მარტივი იყო მართლა. და პრობლემის ანალიზი იყო ძალიან მარტივი. ნაპოლეონ ბონაპარტე, ვენის კონგრესი, ძალიან მარტივი იყო მართლა მთლიანი ტექსტი, როგორც რუკა, ასევე პრობლემის ანალიზი და საერთოდ ყველაფერი. რაიმე სირთულის ისეთ ხომ არ ყოფილა, რომ აი რამდენიმე კითხვა იყო ცოტა ორაზროვანი რა, რომ დაეჭვდებოდი, მაგრამ ძალიან რამდენი 35-დან მაქსიმუმ 5 ყოფილიყო ეგეთი. აუდიტორიაში რაიმე ხარვეც ხომ არ იყო? არა, სრული სიწყნარე სამშვიდო ყველაფერი კარგი. მარტივი იყო, წყაროში დიდგვარი შემოხდა და დომნერი ულობ რა ვიცი, ახალი გამოსული ვარ და შესაბამისად რა ვიცი, რთულად არ იყო რა. ტესტი რთული არ იყო. ნორმალური შეფასებას მივსავ. ყველაზე რთული თქვენთვის რა იყო? კითხვებში მომთა კონგრესი 1918 წლის და საკმაოდ არ მახსოვდა და ვერ დავწერე. გაჩვენა მომატივესით. აუდიტორიაში რაიმე ხარვეზე ხომ არ ყოფილა? არა, არ იყო ცუდი გარემო. მარტივი გამოცდა იყო, ჩემი აზრით. ტესტები კარგად იყო შედგენილი, არ იყო რთულად დასმული და მართლა მარტივი იყო. რუკაზე იყო, უნდა მოგეძიებინა ბრძოლის ადგილები, სად მოხდა ბრძოლები და სად იყო ქალაქების, ანუ რომელი ქალაქები იყო საქართველოს ტერიტორიაზე და რომელი აღარ არის ახლა. თან გამოცდები კარგი იყო, ასე თუ ისე ძალიან ძნელი არ იყო. და თავარი არ ინერვიულონ, უნდა შევიდნენ ბედნიერები და ანუ რაც აქვს ცოდნა უნდა გამოიყენონ.
ადვილი იყო გააზრება გამიადვილა ყველაზე მეტად და ნაჩვენე რა ვიცი რაც ვიცოდი შემთხვევა კმაყოფილი ვარ. ზარას ეკითხები ხებოდა საკითხები ძირითადად. რა ვიცი ყველა საკითხთან იყო თითო კითხვა დაახლოებით 35 კითხვა იყო და შემოგიხადა სწორი პასუხი და დავით აღმაშენებელზე იყო ტექსტის გააზრება. კარგი პირობები იყო და მადლობა ყველას. არ იყო. გავლილი მასალიდან იყო მოსული. ნუ რასაც ველოდებოდით აბიტურიენტები ძირითადად ესეთი მასალები იყო მოსული. თავარია მონდომება და ადვილი იქნება ყველაფერი. საკითხები დასახელებოდა ძირითადად. ისტორიის რაც მახსოვს ერთადერთი არის წყაროს ანალიზი იყო დავით აღმაშენებელზე. ძირითადად საქართველოს ისტორიაზე იყო და ძალიან საინტერესო იყო, არც ისეთი რთული არ ყოფილა და რა ვიცი მე ძალიან კარგი საკითხი შემხვდა და გამიხარდა ერთ სიტყვით ყველაფერი ისეთი იყო. აუდიტორიაში როგორი სიტუაცია იყო რაიმე ხარვეზე ხომ? არა, ყველაფერი იყო ძალიან მოწესრიგებული, ძალიან კარგი პირობები იყო იმისთვის, რომ კარგად გვემუშავა და არ ვიცი, ერთ სიტყვით ყველაფერი ძალიან კარგად იყო. არ ვიყავი საკმარისად მომზადებული, მაგრამ არ გამჭირვებია რა იმდენით. მარტივად ვარ თავი, უფრო ტესტები უფრო გამიჭირდა შემოსახაზების. აუდიტორიაში როგორი სიტუაცია იყო, რაიმე პრობლემა ხო არ ყოფილა? არა, ძალიან მშვიდი და წყნარი. ნუ კარგი გარემოა რა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტესტირებით, საკმაოდ არ გამიჭირდა, ვფიქრობ კარგი ტესტირება იყო. წყარო მოვიდა დავით აღმაშენებელზე, კმაყოფილი ვარ წყაროთიც. რუკაც 19 საუკუნის საქართველოს შესახებ იყო და რა კმაყოფილი ვარ და სხვა სტუდენტებს, აბიტურიენტებს უსურვებ წარმატებას და არ ნერვიულან და დაამტკიცონ თავის შესაძლებლობები. არ გამჭირვებია ვაფშე. და ყველაზე რთული რა იყო თქვენი აზრით? ჩემთვის არაფერი. 23-მე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ზეკო ხაჩიძე აცხადებს, რომ ისტორიის გამოცდასთან ერთად დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც ჩატარდა. გამოცდების დაწყების დღიდან 21-ე საგამოცდო ცენტრში დაგვიანება არ დაფიქსირებულა და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ისტორიის გამოცდასთან ერთად ჩვენს ცენტრში პირველ სესიაზე იყო საგრანტოც და სრულად ეს იყო 318 აპლიკანტი. გამოცხადა 299. გუშინ იყო პედაგოგების გამოცდა, იქაც კარგი გამოცხადება იყო და საერთოდ რაც დაიწყო წლევანდელი გამოცდები საბედნიეროდ დაგვიანების პრეცედენტი არ ქონია, რაც ძალიან მახარებს. წარმატებები ყველას, ვინც ჩვენს ცენტრს და სხვა ცენტრებსაც ზღურობს გადმოაბიჯებს. განწყობა, არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად წელს უფრო ამაღლებული მეჩვენება და არ ამგონია რომ მეჩვენება შარშანდელთან შედარებით ქართულის გამოცდაზეც უკვე იყვნენ ძალიან ბედნიერები ბავშვები და მიხარია რომ ბედნიერებს უყურებ. ჯერჯერობით ისეთი პრობლემური ან ტექნიკური ექსცესი ან არაფერი ყოფილა ამ დრომდე და ვფიქრობ რომ ასე უნდა დავასრულოთ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ისრაელის, რუსეთისა და ბელარუსის 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჭრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასუებისათვის საჭირო ნივთები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდისავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ ეგრეთ წოდებული მწვანე ზოლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ ქვეყანაში. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 9 თვის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. დედა მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს. მარიამი 6 თვიანი დაიბადა, 3 თვე ინკუბატორში იმყოფებოდა და იყო ჟანგბად დამოკიდებული. ბავშვს დაუდგინდა დღენაკლულთა რეტინოპათია და ძალიან რთული ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწერეს საავადმყოფოდან. ბავშვს ასევე აღმოაჩნდა ცერემბლარული დამბლა და 2 თვია დაუდასტურდა ეპილეფსია. მარიამი კვლევებისთვის გადასაყვანია თურქეთში, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ეკრანზე თქვენ ხედავთ ანგარიშის ნომრებს. მიმღები ლანა ხარებავა.